ჩვენი წინაპრების მეხსიერება გადმოდის ჩვენზე. ხა ეს ეპიგენეტიკური ტრაუმების გადმოსვლა პირდაპირ დადასტურდა. ძალიან მიყვარს ეს ექსპერიმენტი, იმიტომ რომ ახსოვს გავუგნდი, როცა წავიკითხე, რომ ხა თავს რო ყოუყარ ძალიან ყველი. მაგრამ როცა ყველთან ახლოს მიდიოდა, ელექტროშოკს ურტყავდნენ, რომ მას ესწავლა, რომ ყველი და ნეგატიური სტიმული ერთად twins ესწავლა და აღარ ეყარებოდა ყველ. შვილები რო უჩნდებოდნენ, ისინიც აღარ ეკარებოდნენ და თავარი კითხვა იყო, რომ როგორ სწავლობენ ეს თაგვები. შეიძლება უყურებენ და ამიტომ, ხომ მშობელს უყურებდა ამიტომ. ამიტომაც ეს ამათი შვილები გამოიყვანეს სხვა ლაბორატორიაში ხელოვნური განაყოფიერებით და ისინიც არ ეკარებოდნენ ყველს. მაგრამ კარგი ინფორმაცია აქ ის არის, რომ ამ თაგვებს მათი გამოცდილება რომ შეიცვალა, ნელ-ნელა მაინც გაბედეს და გასინჯეს ეს ყველი. მაინც სადღაც გასინჯეს, იმიტომ რომ დიდი ხანი გავიდა, ამ ყველთან ასოცირებული მათში რო არაფერი არ მოხდა, ან ძალიან ახლოს დაუდეს, ან ხშირად დაუდეს და რომ ეს მომავალი თაგვები. მომავალი თაობის თაგვები. გადაწერეს ეს კოდი მშობლების და ისინი ჩვეულებრივად იწყებდნენ მერე ყველის ჭამას.